მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გადავწყვიტე ასეთი გაშლის გაკეთება. რისთვის არის ეს სიტუაცია შენთვის? რატომ გადავწყვიტე და უკვე მეორე დღეა აკეთებენ უკვე ჩემი TikTok-ის აკაუნტის კლონს და რა თქმა უნდა მე ყველა ნებისმიერ სიტუაციას ვუყურებ სხვანაირად, ანუ რაღაცისთვის ხდება ეს ყველაფერი, ხო? და კიდევაც გაგაფრთხილებთ, რომ ძალიან აქ გთხოვთ, ეხლა TikTok-შიც ჩავწერე ვიდეო, კიდევაც თქვი, კიდევაც რამდენიმე ვიდეოში ვიტყვი, რომ ფრთხილად იყავით, არ წამოიგოთ ამ დაღლიტობაზე. იცით თქვენ რომ იქ თავაზობს ეს ვიღაცა რომ თქვათ მე გაგიკეთებ შენ რამე რიტუალებს, სიყვარულო რიტუალებს და რაღაც კიდე რა ვიცი რაღაცებს კიდე თავაზობენ. ეხლა უკვე მეორე დღეს გააკეთე და რაღაც ინგლისურად არის იქ თუ არ ნახავ ამ ვიდეოს რაღაცა იღბლიანი არ იქნება, ну კავშირი რაღაც სისულელი ძალიან აქ გთხოვთ, გონიცით ჩემი მიდგომა ამ საქმესადმე და ამიტომ თხილად იყავით, არ წამოეღოთ. იცით თქვენ რომ მე ვარ საქართველოში, მე მაქვს ქართული ნომერი და არა ამერიკული და თუ დაუშვით მოხდება ეს მომენტი, რომ თქვათ თქვენ ვიღაცა მოგწერეთ ჩემი სახელით, გადაამოწმეთ აუცილებლად, მაგრამ რატო გადავწყვიტე, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემ სივრცეში, ჩემ სივრცეში რო ხართ, შეიძლება თქვენც რამე ისეთი სიტუაცია თქვათ შეგემთხვათ, რომელიც თქვენთვის იქნება, თქვათ, ну გაუგებარი რა, რატომ ხდება ეგ ყველაფერი და მე გავაკეთებ ახლა ასეთ საჯარო გაშლას, შეიძლება ახლა თუნდაც ერთ ადამიანსაც რო გამოადგეს, მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ეს ასე ხდება, ძალიან ხშირად ხდება. როცა რამდენიმეჯერ იყო ჩემ ცხოვრებაში ეგეთი მომენტი, რომ მე რაღაცები მემთხვევა და ის ადამიანები, ვინც ჩემ სივრცეში არიან, მაგათაც იგივენ რაღაც მომენტები, ну თუ არა მაგდაგვარი მაინც შეიძლება ემართებათ და ну მინდა რომ აი ესე გაფრთხილების მიზნით გავაკეთო ესეთი გაშლა. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ საერთოდ ახლა თქვენ თვითონ რა ენერგიაში ხართ, რა ხდება ახლა თქვენს სივრცეში, მოდით ასე ვთქვათ და მე უკვე კითხვებსაც რა თქმა უნდა დავსვავ. ნახოთ. ну ტრანსფორმაციას კი ბატონო, აქ მიდის რაღაცა ძლიერი ტრანსფორმაცია სხვათა შორის. ნახოთ როგორი ენერგიები წამოვიდა. თქვენ თვითონ ახლა განიცდით, ნამდვილად განიცდით რაღაცას, შეიძლება ვიღაცას ურთიერთობასაც ეხება, ვიღაცასთან შეიძლება დაუშვოთ თქვენ სივრცეში ხდება რაღაცა მომენტი, როცა თქვენ გადადიხართ სხვა ენერგიებში. კი ბატონო. აქ იცით როგორი моменტი არის? აქ მიდის მომენტი როგორი? რა მდგომარეობაში ხართ? გაკვეთილი კი, ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი. მიდის აქ. რამდენად, ანუ ვიღაცა ერევა თქვენ სივრცეში, უეჭველი. ძალიან არასასიამოვნოდ ერევა. და თქვენ ნამდვილად ეძებთ ახლა, ანუ თან რა არის, იცით, ანუ იმ საქმეში, რომელიც თქვენთვის ძვირფასი არის, თითქოს რაღაცა გაუფასურება მიდის რა. დააკვირდეთ, შეიძლება ეგ სამსახურში ხდება ეს მომენტები, შეიძლება პირადშიც რაღაცა ხდება. შეიძლება დაუშვოთ, ну, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის, აქ ახლა სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება იყოს. აქ თქვენ თვითონ ნამდვილად ეხლა განიცდით რაღაცას უეჭველი, იმიტომ რომ თქვენთვის ეს სიტუაცია რომელიც ხდება ძალიან აი რო გითხრათ ყალაპოდიდან ამოგაგდოთ რა. იმიტომ რომ თქვენ ეძებთ პასუხს, რატომ მე ხო არაფერს არ ვაკეთებ ცუდს, რატომ ემართება ეგეთი რამე, ხო? მაგრამ ამავე დროს აი აქ არის ზუსტად თამაში, ნახეთ როგორი მიდის, ანუ გაუფასურებაც და ანუ რა გავაკეთო, რატომ ემართება, რატო ანუ რაღაცა ძვირფასს ეხება, ხო, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად, შემიძლია გითხრათ და თქვენ ფიქრობთ, როდეს დასრულდება ეგ თუ არა, შეიძლება ვიღაცა უკვე даже სანთლებიც დაანთო და ლოცულობს და ლოცვებს კითხულობს, რომ ეს რა ხდება, რა არის ეგ, რა მემართება. კარგით, ნახოთ აბა ჩვენ მაშინ ნამდვილად
აი даже შეიძლება ზოგს ახლა წნევაც გქონდეთ, არ გამიკვირდება აწეული, ან რაღაცა ისეთი სიტუაცია მოხდა, რომ აი ნამდვილად დარტყმასავით იყო, იმიტომ რომ ეგრევე კოშკი ამოვიდა. აქ даже ვეტყოდი, რომ ეხლა ამ წუთში აი გინდაც რაინდი, გინდაც ეხლა მეფე, უფრო ენერგიას გვაჩვენებენ აქ და არა პერსონაჟებს. მაგრამ შეიძლება ეს იყოს კიდევაც, რომ აი ვიღაცა ну, გოგოებო, რა ვიცი, აბა სამკუთხედი თუ ვინმეს გაქვს, ეს ხო საერთოდ სიტუაცია ურთულესი. კარგით, ამასთან არ ვიცი რა იქნება, ამასთან უკვე თითქმის დავასრულე ყველაფერი. ესეც არის თუ პირადს ეხება. კარგი, ნახოთ ახლა, ანუ რა შემდებარეობს სიტუაცია მთავარი მიზეზი. რამ გამოიწვია ეგ სიტუაცია? რა უნდა გაიგოთ ამ სიტუაციაში? რა არის კარგი, რა უნდა დაენახო თქვენ, რა გაკვეთილი უნდა წამოიღოთ აქედან და რა უნდა გააკეთო შენ იმისათვის, რომ გაუმკლავდე ამ სიტუაციას და რითიც შეიძლება, ну, დამთავრდეს ეს ყველაფერი, ხო? აბა ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ აქ ნამდვილად არის რაღაცა ნახეთ, ტრანსფორმაცია რა. თითქოს რაღაც მომენტი, რომელიც უკვე ჩარეული არის მაღალი ძალები აქ ნამდვილად ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ აქაც ნახეთ ეგრევე მაღალი არკანი გამოვიდა. მოვიდა რაღაცა დრო, რაღაცა უნდა შეცვალოთ, უეჭველი უნდა რაღაცა შეცვალოთ. ანუ ეს ესეთი მომენტი არის, როცა უკვე ანუ ნახეთ, თვითონ მაღალი ძალები უკვე ნახეთ როგორ მაიმე ქართულად კი არ ვიცი ეს რა როგორ თქვა, დუდუკი ხო, თუ რა არის, ცეცხლი გამოდის რა, ანუ გაფრთხილება, ანუ გაფრთხილებენ მაღალი ძალები, რომ შეცვალე რამე, უკვე დრო მოვიდა, შეცვალე, ეტყობა აქ რაღაცა მართლა ძალიან რაღაც პერიოდი დასრულდა, რა ვიცი მე თქვენ რა უნდა სად რა უნდა შეცვალოს, ერთი ეს მაინტერესებს. კიდე მე-20-ზე. იცით რა არის? საქმიანობა შეიძლება ესეც იყოს. რაღაცა უნდა ისწავლო ბოლოს და ბოლოს რა. შეიძლება საერთოდ აი თქვენი ნიჭის გახსნაც არის კი. რაღაცა უნდა ისწავლო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს გახსნას შენი ნიჭი. ბოლოს და ბოლოს უკვე გაიგო ვინ ხარ, ისთვის ხარ. თუ გენანება შენ ფული დაუშვოთ იმისთვის, რომ ჩაადო შენს ცოდნაში, ხო? ფიქრობ, იმიტომ რომ არ იცი რას მომიტანს მე ეს ცოდნა, აქ ზიხარ და მერყეო, ფული მაქვს, არა მაქვს, მივცე, არ მივცე, ანუ ესეც მაგაზე შეიძლება მჯელოდეს რა. ნამდვილად თუ თქვენ, იმიტომ რა ნახეთ კიდე ბოლოშიც რა არის. მენანება, ჩემთვის მენანება, შეხედეთ. რამ გამოიწვია ეგ სიტუაცია? ის გამოიწვია, რომ თქვენ წინსვლა გაქვთ, წინსვლა უნდა ანუ აქ რა არის, იცით, თქვენში რაღაცა უნდა შეიცვალოს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს რა. ანუ თქვენ ხარ შეიძლება თუნდაც დაუშვათ, თქვენ რამეს სწავლობთ, მაგრამ აუფასურებთ იმ სწავლას. ანუ თქვენ მერყეობთ, არ იცით, ვერ ხედავთ თქვენ თვითონ იმას, რომ აი რა მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, იმიტომ რომ თქვენ ახლა რა არის, იცით, აი გაუფასურება მიდეს, გადაფასება უნდა გააკეთოთ, გაიგეთ რა ხდება, წინსვლა უნდა ყო, რამ გამოიწვია, იმიტომ რომ დრო მოვიდა იმისათვის, რომ შენ უკვე უნდა გადახვიდე რაღაცა სხვა ეტაპზე, გაიგეთ რა ხდება, შენი ცხოვრების სხვა ეტაპზე, იმიტომ რომ აქ ნახეთ, ნავი და ნავში ზის, ახლა ქალი, ორი ბავშვი და მამაკაცი, ანუ აქ სახლი. ეს არის ყოველთვის, ეს არის გამოცდილება რა, ანუ წამოიღე შენი გამოცდილება და სხვა რაღაცას უკვე შექმენი, გაიგეთ რა ხდება, გააკეთე იმისი გამოცდილება და ეხლა ადეკე და შექმენი სხვა რაღაცა, გადადე სხვა ეტაპზე, ბოლოს და ბოლოს რა, რაღაცა აი უკვე ნახეთ ხა მე-20 არკანი, ანუ აქ უკვე მაღალი ძალები, ანუ ყვირიან, კივიან, წივიან, გაიგეთ, აი ესეთ რაღაცა, გამოიყენე ის რაც შენ იცი, გაიგეთ რა ხდება?
რა უნდა გაიგო შენ ამ სიტუაციიდან? აი ეს რა უნდა გაიგო და შენი ცოდნა. ნახეთ, ხმალების დედოფალი ეს არის ზუსტად ის ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი ცოდნა. ან უნდა ასწავლოთ ვინმეს და გასცეთ ეს თქვენი ცოდნა და ნუ გენანება რა, გახსენით, ნუ ხურავთ მაგას, ნუ მალავთ ამას. ან უკვე დაიწყეთ რამის სწავლა, გახსენით, გაეცეთ, თქვენ და აქ შეიძლება ფინანსებშიც გაქვს პრობლემა, ხან ბევრი გაქვს, ხან ცოტა, ხან ბევრი, ხან ცოტა. უკვე დაიწყე ბოლოს და ბოლოს, ანუ იმიტომ რომ ეს არის ტვინი არის საერთოდ ხმალების დედოფალი. ხო? ანუ მე უკვე ეს უკვე არც ემოცია, ეს არის უკვე ბოლოს და ბოლოს რა უნდა გაიგო, რომ შენ იმდენი ცოდნა გაქვს, რომ შენ უკვე დრო მოვიდა, რომ გასცე. მიხვდით? იმიტომ რომ აქვს ძალიან ბევრი, ახლა ჩემთან ახლა რო ვარჩევ მატრიცას, ძალიან ბევრი ადამიანები მოდიან და აი ჩემთან საერთოდ მე მაქვს ეგეთი მისია უკვე დავასკვენი, რომ მე ვხსნი ადამიანებს მათ პირად დანიშნულებას. და უამრავი გოგო მოდის და ხედავთ, რომ აქვს პროგრამები, რომელიც გვეუბნება, რომ დრო მოვიდა, რომ შენი ცოდნა უკვე გაიხსნას და ვიღაცისთვის საჭირო ხარ, მაგრამ მერყეობენ, არ შვებიან არაფერს თქვათ, ახლა ხან ფული ენანება, ხან არა მაქვს, ხან რაღაცა ეჭვებენ, ხან ისა, ხან ისე, მაგრამ თუ თქვენ უკვე ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით, ჩათვალეთ, რომ უკვე მოვიდა დრო, რომ თქვენ უკვე უნდა სასწრაფოდ, უნდა რაღაცა საკრალური ისწავლოთ, იმიტომ რომ ეს არის თქვენში. გაიგეთ, ანუ უკვე მაღალი ძალები ამით თითქოს რაღაცა ბიცხს გაძლევენ, რომ დროზე, იმიტომ რომ თუ შეამჩნიეთ, რომ მიდის რაღაცა მერყეობა უკვე თქვენთან, ხან ფული გაქვს, ხან არა გაქვს, ხან გაქვს, ხან არა. დრო მოვიდა იმისთვის, რომ შენ უკვე ნამდვილად, ანუ უკვე მაღალი ძალები უკვე აღარ ვიცით კიდე იდე გაგებინოთ. გაიგეთ? ცოდნა გაქვთ რაღაცა დახურული. გაიგეთ? კარგი რა არის აქ, რა უნდა დაინახო? კარგი გაცემა, ბალანსი, გაცემა, სასწრაფოდ, გოგოებო, ბიჭებო, სასწრაფოდ. იმიტომ რომ შენ თუ გინდა, შენ ნახე რამ ხელა ხარ და რამდენი ადამიანები ელოდებიან, შენ უკვე იმდენი გაქვს, რომ უკვე უნდა გასცე სხვას, აუცილებლად. აი ეს კარგი უნდა დაინახო ამ სიტუაცია. მოვიდა დრო, მოვიდა გამოცდილება, უდიდესი გაქვს უკვე შენ. ეს даже შეიძლება სულიერი მოძღვარის პროგრამა არის, რომ მოვიდა დრო, რომ უკვე მეტი გასცე რა. და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს სიტუაცია თქვათ გაუმკლავდეს. აი იყო პასუხისმგებლობა ყველაფერის აბსოლუტურად შენ თავზე პირველ რიგში. შენს თავზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა და დაიწყო ქმედება. იმპერატორი არის მოქმედი ადამიანი, ანუ გახსნა შენი პროფესიონალიზმი ბოლოს და დაანახო ადამიანებს უშუალოდ შენ ვინ ახარ, შენი პროფესიონალიზმი დაანახო რა. შენ უკვე ბოდიში ჩამოყალიბებული ხარ. შენ უკვე იცი ბევრი რამ და შენ უკვე შენი იმპერია შენთან შეგიძლია შექმნა. ბოლოს და ბოლოს ნუზი ხარ აი ასეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხარ უკვე. უკვე აღარ იციან. აქ რა არის, როცა ეგეთი რაღაცები მიდის, ხო? ზეწოლა, ესე იგი უკვე აღარ იციან რითი გაგაღვიძონ მაღალმა ძალებმა, გაიგეთ? ანუ ღმერთი ყველაფერი, რა ვიცი, რომ სამყარო როგორც გინდა ისე და სამყარო არ იცის უკვე რითი იმოქმედოს შენზე, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყო შენ ქმედება. გაიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ თქვენ აი აქ გაქვთ საერთოდ რაინდეთ ასების მაგას აქ ეს მომენტები მინუსში, როცა ანუ კიდე რამე არ ვიცი, კიდე რაღაცა უნდა ვისწავლო, კიდე რაღაცა ანუ სულიერად განიცდის, რაღაცა განცდები და უკვე დროა იმოქმედო. და რა თქმა უნდა იქნება ბედნიერება, სიუხვე და ყველაფერი კარგი, იმოქმედე და გაიხარებ. გოგო, აი აქ შემოკარგებო არის ძალიან დიდი გაფრთხილება იმისი, რომ თქვენ უნდა ნამდვილად უკვე იმოქმედოთ, უკვე გასცეთ, უკვე იმიტომ რომ გეუბნებით, აი ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ახლა მატრიცას ვარჩევ, ვეუბნები ერთი და იგივე, ხან შიში, ხან ისა. აი თუ ეს გაშლა არის თქვენი და თუ თქვენი თავი იცანით, გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ. დაიწყეთ უკვე ისწავლეთ ის, რაც თქვენთვის არის, თქვათ, რაც უნდა ისწავლოთ, თუ ნასწავლი გაქვთ, გაეცით, სჭირდებით ადამიანებს, გაიგეთ, სჭირდებით. და ამას, იმიტომ რომ თქვენ უკვე პროფესიონალი ხართ და
გექნებათ უდიდესი ბედნიერება, ნამდვილად გაიხარებდეთ, დიდი წინსვლა გექნებათ. აი აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ყველა ვარიანტში გამოხვალ და ძალიან ბედნიერი იქნებით. გინდაც ფინანსურად და გინდაც სხვანაირად. ნუ მალავთ, ნუ უმალავთ, ნუ ატყუებთ თქვენ თავს, რომ აი კიდე რამდენი ბიძგი გჭირდებათ, რამდენი რა უნდა ისწავლოთ, აი მზე, ისე მზე. ბედნიერება თუ გინდა всё განულება გააკეთე რა და დაიწყე თავიდან, დაიწყე გაცემა. აი ეს მესიჯი მინდოდა თქვენთვის ნუ ეთყობა, ხა ჩემეთ ხა თქვენთვისაც ეს იყო ეს მესიჯი. დაიწყეთ გაცემა, თუ გრძნობთ რომ რაღაცა უნდა ვისწავლო იმისთვის რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, თუ თქვენ ეხლა ფულის პრობლემა გაქვთ, თუ ეხლა თქვენ ფინანსების შემოსავლის თუ ან ჯანმრთელობაზე შეიძლება რამე მოქმედებს, გინდაც ურთიერთობაზე თუ მოქმედებს და თქვენ ხვდებით რომ არ ვიცი რატო ხდება, უნდა შეიცვალოს აი აქ სიტუაცია, ბოლოს და ბოლოს უნდა შეიცვალოს.